Ფიქრობ, ყველა ვინც თვალსადევნებს ამ ომს იცის, რომ სირთულით, დანაკარგებითა და განგრძობიტობით მსგავსი საომარი მოქმედებები ევროპას არ უნახავს მეორე მსოფლიო ომის დროიდან. გემახსოვრებათ, უკრაინის ომი იყო ის, რაზეც ჩვენც კი ამერიკის შეერთებული შტატები ვამბობდით, რომ სამ დღეში დასრულდებოდა. გემახსოვრებათ, რომ ჩვენ ამერიკამ შევთავაზეთ პრეზიდენტ ზელენსკის ქალაქგარეთ გაგვეყვანა ის და მან განაცხადა, არ მჭირდება გაყვანა, მჭირდება საბრძოლო მასალები. მან რუსებსაც ასე მიმართა, თქვენ ნახავთ ჩემს სახეს, მაგრამ ვერ ნახავთ ჩემს ზურგს. ეს ომი უკვე მეოთხე წელია გრძელდება. ასეთი დანაკარგები ჩვენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. საბჭოთა კავშირი ავღანეთიდან გავიდა, სადაც დაკარგა 16,000 პირი. ჩვენ გამოვედით ვიეტნამიდან და დავკარგეთ 65,000 პირი. ახლა საუბარი არის ასობით 1000 დანაკარგზე. ომის ამჟამინდელი მიმდინარეობის გათვალისწინებით საჯაროდ განვაცხადე, რომ რუსეთი არ იგებს ამ ომს. მათ გამარჯვების სხვა გაგება აქვთ, ისევე როგორც მე. მათ ვერ წაიწიეს დნიპროდან დასავლეთით, ვერ შეძლეს კიევის აღება. ვერც ოდესის, ვერ მიაღწიეს ვერც ერთ თავიანთ მიზანს. ეს იყო ვციტირებ, სპეციალური სამხედრო ოპერაცია. რუსებმა შეძლეს ლუჰანსკის ოლქის დიდი ნაწილის დაპყრობა, ასევე დონეცკის ოლქის დაახლოებით 70%-ის. დაახლოებით ამ რაოდენობის ტერიტორია დაიკავეს ხერსონსა და ზაპოროჟიაში და რა თქმა უნდა მათ აიღეს ყირიმიც, სადაც ომი 2014 წლიდან მიმდინარეობს. ამის მიუხედავად უკრაინელები მაინც სიმამაცით იბრძვიან, ამიტომ ვფიქრობ, საბოლოო მიზანი იქნება ის, რომ ომი დასრულდება, მკვლელობები შეწყდება, უკრაინის სუვერენიტეტი კი შენარჩუნდება. ჩვენ გვინდა მივაღწიოთ ან ცეცხლის შეწყვეტას, ან სამუდამო მშვიდობას და ახლა უბრალოდ ამისკენ ვუბიძგებთ რუსებს, რათა პუტინმა გააკეთოს ეს არჩევანი. ვფიქრობ, გულის სიღრმეში ისიც კარგად ხვდება, რომ ვერ შეძლებს გამარჯვების მოპოვებას. ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს მისთვის არის მარცხის მომტანი ბრძოლა. ის უკრაინის დაქვემდებარებას ცდილობდა, მაგრამ ეს არ მოხდება. მას უნდოდა ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ეს არ მოხდება. თუმცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ახლახან განაცხადა, რომ საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ მზად არის ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები. ამერიკამ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინამ სამშვიდობო პროცესში საკვანძო როლი უნდა ითამაშოს, რადგან რუსეთთან ერთად ისინი განსაზღვრავენ, როგორი იქნება სამშვიდობო შეთანხმება და ჩვენს მოგვიწევს დათმობებზე წასვლა. ეს არის უკრაინის მიწა, ეს მათი სუვერენიტეტია და ისინი ყოველთვის საკვანძო როლს ითამაშებენ ამ პროცესში. ბავშვებმა არ უნდა იარონ სკოლებში, რომლებიც მეტროსადგურებშია მოწყობილი. ბავშვები არ უნდა აფარებდნენ თავს ბომბსაფრებში. თუ კი ჩვენს დრასრულები ვაძლევთ ამ ყველაფერს არსებობის უფლებას, მაშინ ეს ჩვენი ბრალია. ჩვენ ნებისმიერი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, რათა ეს არ მოხდეს.